მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მოგესალმებით, ჩემო თანამებრძოლებო. დღეიდან საარჩევნო კამპანიის საბოლოო დასკვეთი ეტაპი იწყება. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ არჩევნებზე გავალთ. მე მჯერა, რომ მიუხედავად მთავრობის სრულიად დაუფარავი მცდელობისა, უთანასწორო ბრძოლა აწარმოოს. ჩვენი მომხრეები დააშინოს, ზოგის დაიჭიროს, ზოგის დაკითხვებზე ატაროს, ზოგჯერ კი პირდაპირ ძალადობა, ჩხუბი და აყალმაყალი გამოიყენოს ჩვენთვის ხელის შესაძლებლად. მე მჯერა და დაწუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, დაწუნებული ვარ და მჯერა ჩვენი ერთობის და ყველას მადლობას გეუბნები თანადგომისათვის. პირდაპირ მინდა გითხრათ, თბილისს არავინ არ უნდა დაუსვას ქალაქის მერი. ვერც ერთი ავტორიტეტი ვერასოდეს ვერ გადაწყვეტს ვინ იქნება ჩვენი დედაქალაქის მმართველი. ვერავის დანიშნავს პირადი ერთგულებისა და მორჩილების ნიშნით. არჩევანი ჩვენზეა, არჩევანი ხალხზეა, არჩევანი თბილისელებზეა და მე მჯერა ჩვენი გამარჯვების როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, თბილისის მერი პოლიტიკური თანამდებობაა, მაგრამ ჩემი გულწრფელი სურვილია პოლიტიკას გავიგოთ ისე, როგორც ეს თბილისელებს სჭირდებათ. პოლიტიკა არა ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების და დაუმთავრებელი კინკლაობის სახით. არამედ პოლიტიკა დასაქმების, პოლიტიკა ინფრასტრუქტურული განვითარების, პოლიტიკა ჯანსაღი ცხოვრების წესის, თანამედროვე სატრანსპორტო მოწყობის პოლიტიკა და ასე შემდეგ. ბოლო წლებში თბილისში ბევრი რამ გაკეთდა. ქალაქი ნამდვილად უფრო კეთილმოწყობილი გახდა, ვიდრე 10 წლის წინ იყო, მაგრამ დღესაც უამრავი პრობლემასთან უწევს თბილისელებს განკლავება. მათ უმთავრესი პრობლემა არასაკმარისი სამუშაო ადგილებია. ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქნება სამწუხაროდ, არამედ მთავრობის უნიათობის გამო არსებულიც კი იკარგება. დღეს ქვეყანაში ეკონომიკა შეჩერებულია და ეს სამწუხაროა ძალიან. დღეს ჩვენ ხალხს დიდ პრობლემას უქმნის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი და მოძველებული საწყობო-ცხოვრებო გარემო, გაზრდილი კრიმინალი. ხელისუფლება არ და ვერ ზრუნავს რეალური პრობლემების მოგვარებაზე. მთავრობა უნიათო და არაკომპეტენტურია და თავის საარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებს. თბილისი უნდა ამამუშაოთ, ადგილები სამუშაო უნდა შევქმნათ და ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა. უპირველესი შეკითხვა, რომელიც ჩვენ თანაქალაქელებს აინტერესებთ, არის რა პოლიტიკა ექნება ჩვენ გულს იმისათვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდეს, იმისათვის, რომ თბილისელებს, რომლებიც სამუშაოს ეძებენ, ვერ პოულობენ და მათ უნდა დასაქმება. ამაზე ჩემმა მეგობრებმა უკვე ისაუბრეს. პირველ რიგში, გადასახადების შემცირება. მათ შორის საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რაც ბიზნესს მიცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასახლოს. რაც მეტი ფული რჩება ბიზნესს, მით მეტი სამუშაო ადგილი ჩნდება. ბიზნესის ბუნებრივი ინსტინქტი გაფართოვებაა და რაც მეტად ფართოვდება ბიზნესი, მეტი ადამიანი საქმდება. ადამიანი კვალიფიკაციითა და ნორმალური ანაზღაურებით. საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადის გაუქმება. ბიზნესთან დაკავშირებული გადაცემებისა და დარღვევების დეკრიმინალიზება, საგადასახადო ამინისტია და მორატორიუმი ახალ რეგულაციებზე. გარდა ბიზნესის ხელშეწყობისა და ბიზნესისთვისაც შვიდი და პროგნოზირებადი გარემო შექმნისა, თავად სახელმწიფოც ქმნის სამუშაო ადგილებს. რა თქმა უნდა, არ გულისხმობთ ზედმეტ ბიუროკრატიას, ურიცხვ სამსახურებს, დეპარტამენტებსა და კომისიებს. გულისხმობთ რეალურ სამუშაო ადგილებს, რომელსაც სახელმწიფო ქმნის დიდი და სტრატეგიული პროექტების განხორციელებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრიორიტეტი იქნება შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლება, ისეთების როგორიც თბილისიდან რკინიგზის გადატანა ან დიდუბე-დიღმის ხიდია. გზების მშენებლობის მეორე ტალღა, რაც გულისხმობს ახალი გზების მშენებლობასაც და უკვე არსებული გზების შეკეთებასა და რეაბილიტაციას.
ყველგან და ყველასათვის ხელმისაწვდომი კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც გულისხმობს როგორც ახალი კომფორტული ტრანსპორტის ამოქმედებას არსებულ სატრანსპორტო ხაზებზე, ასევე ახალი ხაზების დანიშნას, როგორც შიდა, ასევე საქალაქთაშორისო მასშტაბით. მაგრამ რაც მთავარია, მინდა გითხრათ შეღავათების ფართო სისტემის შესახებ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. თბილისში არსებობს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათების სისტემა, რომელიც მოიცავს უფასო მგზავრობას. სკოლის მოსწავლეებისათვის შეღავათიან ფასს მგზავრობისა სტუდენტებისათვის, სოციალურად დაუცველთათვის, პედაგოგებისათვის. ვფიქრობთ, ქალაქმა კიდევ უფრო უნდა დახვეწოს შეღავათების სისტემა. ვთავაზობ თბილისელებს შეღავათების ახალ სისტემას. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა იქნება უფასო ყველა სტუდენტისათვის, ყველა სკოლის მოსწავლისათვის, ყველა პენსიონერისათვის და ყველა სოციალურ დაუცველი თანამოქალაქისათვის. როგორც აქამდე სკოლის მოსწავლეები უფასოდ გზავრობდნენ, მათ მსგავსად უფასოდ იმგზავრებენ ისინი, ვისაც აქამდე მხოლოდ ნაწილობრივი შეღავათი ჰქონდათ. ვიმეორებ სტუდენტებს, სოციალურ დაუცველებს, პენსიონერებს და პედაგოგებს. აგრეთვე ეს სისტემა გულისხმობს შემდეგს. ყველა მოქალაქისათვის, ვინც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს, ნაცვლად 50 თეთრისა, იგი გადაიხდის 20 თეთრს. თბილისში კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის გამართვის გარდა თბილისელთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნალური გადასახადების შემცირებას. მისი შემცირების შესაძლებლობას. არსებობს ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით ეს შესაძლებელია. ჩვენ არ ვიძლებით პოპულისტურ დაპირებებს, ეს ჩვენ არ გვახასიათებს. და აი მაგალითად ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლებაში უკვე გამოიცადა თანამედროვე მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ერთობლივი სისტემა. ეს გამოცდილება თბილისში ფართოდ დაინერგება და რას იკეთებო აქვს ამ სისტემას. მზის ენერგიისა და გაზმომარაგების სინთეზური სისტემა ზამთარში 30%-ით ამცირებს კომუნალურ ხარჯებს, ხოლო ზაფხულში ხარჯი პრაქტიკულად ნულოვანია. აგრეთვე ამ პროექტის ყველაზე დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ იგი არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ხოლო ამ სისტემის მომსახურება თბილისის მასშტაბით 8000-მდე ადამიანს დაასაქმებს. და ეს ყველაფერი უკვე განხორციელდა თემქის დასახლებაში და ჩვენ ამას გავაზოგადებთ თბილისის მასშტაბით. იმისათვის, რომ ჩვენი ხედვა განახორციელოთ, ბევრი მუშაობაა საჭირო. უძრაობა და სტაგნაცია დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერია და ამას ყველა ხედავს თბილისში და საქართველოში სამწუხაროდ. თბილისი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისაგან. ეს ქალაქი არ იმსახურებს იმას, რომ ბოღმიანი ქართული პოლიტიკის მსხვერპლი იყოს. ეს ქალაქი იმსახურებს ბევრი საქმის კეთებას, თან კეთებას სიყვარულით. თბილისის მერი, მე ასე მჯერა, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა, თბილისელებისათვის მკვეთრად არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური გაერთიანების მხარდაჭერებთან. თბილისის მერი, თბილის კი არ უნდა ეპატრონებოდეს, არამედ პირიქით, ყველა თბილისელის სამსახურში უნდა დგებოდეს, მას უნდა უნდოდეს და შეეძლოს პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის დამყარება ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანთან. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად პარტიული სიმპათიებისა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ჩვენი ქალაქი უარს იტყვის დასმულ, წინასწარ შერჩეულ, მხოლოდ პირადი ერთგულების ნიშით შერჩეულ კანდიდატებზე და გააკეთებს არჩევანს ენერგიული ამუშავების, ახალი სამუშაო ადგილების მომავლის პერსპექტივის სასარგებლოდ. არჩევანის გასაკეთებლად ყველამ უნდა უთხრას თავის საქმელი თბილისი. თბილისი და თბილისელები ამას იმსახურებენ. ღიად ვისაუბროთ და ვიკამათოთ. მე დღეს მინდა ტელედებატებში გამოვიწვიოთ ჩემი კონკურენტები, განსაკუთრებით კი მთავრობის კანდიდატი ბატონი ნარმანია და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ღირსეულ და კორექტულ კამათში წარმოუდგინოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები და სწორედ ასე მივცეთ თბილისელებს გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალება. თბილისი ამას იმსახურებს. ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი იწყება.
ჩვენი სათქმელი თბილისის ყველა უბანში, ჩვენ უნდა ვთქვათ, ყველა ქუჩაზე, ყველა სახლში, ყველა ოჯახში. ჩვენ დავასრულებთ უძრაობას, ჩვენ დავასრულებთ უიმედობას, ჩვენ დავძლებთ უმუშევრობას, ჩვენ ერთად დავამუშავებთ თბილისს, ჩვენ გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს, თბილისი გაიმარჯვებს და მე მინდა ყველას შეგვიძლიათ ერთი რამ, რომ ეს იქნება არჩევნები, სადაც მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს რაციონალურ, პრაგმატულ გადაწყვეტილებას, მიიღებს ვინაიდან შეუძლებელია ზედიზედ მესამე არჩევნებში მოსახლეობამ ხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში სამწუხაროდ ვერაფერი ვერ გააკეთა. ამიტომ ჩვენ ქალაქ თბილისს გავმარ ჯოს